გამარჯობათ. ამ ბოლოს ვნახე, რომ ხორბლის არყის გამოხდის ვიდეოები საკმაოდ ბევრი მნახველი აკითხავს და გარდა ამისა შეკითხვებიც ბევრია ხორბლის არაღთან დაკავშირებით. ახლა რამ გამოიწვია ამ გაზაფხულზე ხორბლის არყით დაინტერესება ვერ მოგახსენებს წესით. ეტყობა ჭაჭა უკვე გამოხადეს და დალიეს და ეხლა ხორბლის არყისაგან გადაწყვიტეს ასე ვთქვათ დანაკარგის შევსება. ეხლა მე გასწავლით ალაოს მიღების გაუმჯობესებულ მეთოდს ვიდრე იმ ვიდეოებში გახლავთ. ესე იგი, რა პროპორციით ვიღებთ? თუ 10 ბუხანკა დაახლოებით 1 კილოგრამი როა 1 კილოგრამი სადღაა, მაგრამ მაინც დაახლოებით 10 ბუხანკა, 10-12 ბუხანკა პურისაგან თუ უნდა გამოვხადოთ არაყი, უნდა ავიღოთ დაახლოებით 2 კილოგრამი მშრალი ხორბლის მარცვალი. შემდეგ ეს მარცვალი უნდა ჩავყაროთ ბანკებში ან ერთ ბანკაში, რა ვიცი, ხარამხელა ბანკა გექნებათ, ისე რომ ნახევარიც არ შეავსოს დაახლოებით სადღაც 40% და შემდეგ დავასხათ წყალი. ანუ ბანკა არასოდეს თლიანად ხორბლით არ გაავსოთ, არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს არანაირად არ გვაწყობს, შეიძლება ითქვას. ეხლა მე ამას შევავსებ წყლით. ესე იწყება ალაოს მომზადება მარცვალი აუცილებელია რომ დასველდეს. ეხლა ეს მარცვალი ჩვენ აუცილებლად უნდა შევინახოთ თბილ ადგილას ან სამზარეულოში, სადაც ყველაზე მეტად თბილა მაღალ თაროზე, ან კიდევ უკეთესია თუ გვექნება თერმოსტატი. თერმოსტატი როგორ გავაკეთოთ? იაფფასიანი დეტალებისაგან, ასე ვთქვათ, ეს ამაზე ვიდეო მე უკვე ჩაწერილი მაქვს, სად ვიშოვოთ ეს დეტალები, საკმაოდ მარტივი და იაფი ღირს. ცოტა ელექტროობა თუ ვიცით, ისე რომ, ვთქვათ, შტეფსელის გამოსვლა შეგვიძლია, ამის გაკეთებასაც შევძლებთ. თუ არა, ვინმე რადიომოყვარული უნდა დაიხმაროთ, თუ ტელევიზორის ხელოსნის დონის ცოდნე ადამიანი დაიბარეთ, ასე ვთქვათ, იცოდეთ რომ ნაწილებზე უფრო ძვირი ხელობა დაგიჩნდებათ. და არაფერი კი მის გაკეთებაში არ არის რთული, ცოტა დრო უნდა უბრალოდ. ეხლა ეს ქილა უნდა მოვათავსოთ ვიმეორებთ თბილ ადგილას, უკეთესია თერმოსტატში 25-დან 30 გრადუს ტემპერატურამდე და უნდა დავაყოვნოთ სადღაც 6-დან 8 საათამდე, მეტი არავითარ შემთხვევაში. წინააღმდეგ შემთხვევაში აი აქ ღივები სულ დაიხრჩობა. ეხლა მე ამას რა თქმა უნდა წავიღებ თერმოსტატში, თავის დახურება არ არის საჭირო. 8 საათის შემდეგ ეს წყალი უნდა დრუშლაკზე გადავწუროთ. ეხლა ის რაც დარჩება წყალი, ის ხორბლის ნაყენია, ბოლოს და ბოლოს საკომპოსტეში შეგიძლიათ ჩააქციოთ. თუ არა და შეგიძლიათ თქვათ გოჭებს დაუსხათ. არაფერი ამაში კრიმინალური არ არის, არაფერი შიგარ გამრავლდება ამ 6-8 საათის განმავლობაში. შემდეგ ეს ხორბალი, რომელიც იქნება ბევრად უფრო მეტი მოცულობისა და რომელიც გაჯირჯვდება, ასეთ ბრტყელ ტაზიკზე უნდა გადმოვყაროთ და ისევ თერმოსტატში შევდგათ, ოღონდ უკვე ცელოფან გადაფარებული, რომ წყალი იქიდან არ წავიდეს, თუ არა ცოტა დამატება მოგვიწევს თუ დავინახეთ, რომ ზედაფენები შეშრა. ეხლა 5-6 სანტიმეტრის სიმაღლის სისქის ფენაზე თუ დავყარით ისე რომ ძალიან, ესე იგი, შეჭმუხნული და მიპრესილი არ იყოს მარცვალი, ჰაერი ბოლომდე ჩააღწევს და დაიწყებს ხორბალი გაღივებას. ეხლა მე გაჩვენებთ აგერ მაქვს ეს თერმოსტატიდან გამოვიღე ცოტა ხნის წინ და ხვალ უნდა გამოვიყენო. აი ხედავთ როგორი ალაოა, აი
ფესვები აქვს საკმაოდ კარგად და აი ამ ალაოს გამოყენება უკვე შეიძლება უკვე ხვალ კიდევ უფრო დიდი ფესვები ექნება. ასე აი თელ სიღრმეზე მარცვალი ხედავთ როგორი განვითარებულია. ეს აი როგორც ხედავთ აი ამნაირი სისხლის უნდა იყოს, წყალი აქ არ უნდა იდგეს ძირზე, აი ხედავთ წყალი არ დგას. ისე რომ მარცვალი არ იფარება. და აი ეს ალაო უკვე შეგიძლიათ გამოიყენოთ პურის არყის გამოსახდელად. დალში დანარჩენი შემდეგ როგორც იქ ვიდეოებშია ზუსტად ისე არაფერი ცვლილება არ არის. ეს ბევრად ნაკლებ ფართობს იკავებს ვიდრე აი წინა ვიდეოებში რომ სადღაც 2 სანტიმეტრზე ვშლიდი, ასე 5-6 სანტიმეტრით სისქით დაიკავებს ბევრად უფრო ნაკლებ ფართობს და ნაკლებად რთული იქნება მისი გამოყენება. ასე რომ დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის კარგად დანდებოდეთ.